აი უკვე მაქვს მე 41-2 სანტიმეტრი აი ამ უზორით გაკეთებული და ეხლა ისე უნდა დავბრუნდე სპირალურ ნაკსოს, ხო? ესე იგი, ამის შემდეგ სულ ვაკეთებთ მარჯვენა ხელში ძაფი ქვემოთ, მარცხენაში ზემოთ. სულ ასე უნდა გავაგრძელოთ და მივიღებთ ისე სპირალს, როგორც თავდაპირველად ჰქონდა. გადასაკიდების ჯეჯობით არ მივიღეთ, იმიტომ რომ წინა თვალი იყო საპირისპირო მიმართულებით. ეხლა ისევ გავიმეორებ და უკვე უნდა მოიხოს, ანუ დაიწყოს დახვევა. ისევ, ესე იგი, მარჯვენა ხელში ძაფი იყო ქვემოთ. აი ნახეთ, ჩანს ხო? მარცხენაში იყო ზემოთ. აი სულ ერთი წესით. აი ეს. ეხლა დაიწყება უკვე დახვევა. ხედავთ? მე გეტყვით, რომ უკვე გადავაბი მე ძაფი და ეს გადამის ადგილი რო შეუმჩნეველი იყოს, ამას ჭირდება ცოტა გამოცდილება. თქვენ გირჩევთ, რომ ესეთი გრძელი ძაფი აიღოთ, ცოტა საწვალებელი იქნება ეს ძაფების სიგრძის გამო, მაგრამ სამაგიეროდ აი გადამა არ დაგჭირდებათ. და ესეთი სრულყოფილი ესეთი დაწნული გადასაკიდებელი გამოგივათ. სინამდვილეში ის 8 მეტრიანი ძაფი, აი რომელსაც ახლა წესით ესე ხმარობ, ხო ეს 2-ად არის გაკეცილი, ანუ 4 მეტრი გაქვთ სიგრძე ესე. უბრალოდ 2 ძაფია, 2-ად გაკეცილი. აი ესე სულ ერთი მიმართულებით მიმყავს, ხედავთ? აი დაიგრიხა. აი ესე. ესე უნდა გავყვეთ, ისევ 5 ესეთი დახრილი ხაზი უნდა მივიღოთ. ხა გაჩვენებთ. აი ნახეთ, აი ესეთი, ესე რომ შეხედავთ ერთი მიმართულებით, 1, კიდევ 2, 3, 4, 5, ესეთ თანმიმდევრული უნდა გამაგდნენ. ეხლა აქ მე ძაფს ვატრიალებ, მაგრამ სინამდვილეში ბოლოს მაინც ეს თავისი წაიღებს ეს ძაფი და არ არის პრობლემა. ხა მე უკვე მიმთავრდება ეს ძაფი, კიდევ დამჭირდება გადაბმა, რომ ჯამში გამომივიდეს ესეთი 5 ხვია და როგორც გითხარით, მოითხოვს ეს სახელური 8 მეტრის სიგრძის ძაფს ჯამში. კარგით, მე ახლა გავყვები ამას, სულ ხედავთ, ერთი და იგივე მიმართულებით გრიხავ, არაფერს არ ვცვლი. სულ ერთი და იგივე მიმართულებით. აი ეს. კარგით და დაგიბრუნდებით, როცა გავალ აი ეს 5 ხვიას გავაკეთებ აი ესეც. ახლა უკვე მეორე ხვიაზე გადავედი, ხედავთ, უკვე აი მეორე დახრა დაიწყო. კარგით. ესე იგი მე გავაგრძელებ. ესე უკვე მივედი იმ ზომამდე, როცა ეს სიგრძე სპირალის ისეთივეა, როგორც დასაწყისი და თან როგორც გითხარით, აი ეს სპირალის დასაწყის ბოლოდან სპირალის დასაწყისამდე დაახლოებით ესე 41 სანტიმეტრი მაქვს, ისე მივაზომე მეორე სახელურს. ნახეთ, აი ეს და თითქოს დენემის მოლეკულა გაქვთ და ესეთი უნდა გამოგივიდეთ. მიახლოებით ესე ზომები ერთნაირი აქვს. აი ესე. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ეს ბოლოები უნდა დავხუროთ, ხო? გითხარით, რომ მე ამას არ აი იქ ორიგინალში, აი მაგალითად 100 არის დატოვებული. აი ესე. ერთი ბოლო ჩემთანაც ესე მთავრდება, უბრალოდ აი დასაწყისი, საიდანაც დავიწყე. აქ 4 ძაფი მაქვს. იმიტომ რომ მე შემოუვარე ამ 4 ძაფს და აქ აი ამ რომელიც დახვეულია, მათი დაბოლოება აქ არ ჩანს, ეს არის 2-ად გაკეცილი ძაფის ესე ვთქვათ შეკრა და მე უკვე დახვევა, დაგრეხვა.
ამიტომ აი აქ ახლა ამის მაგალითზე მოდი დავაზომებ და გადავჭრი აი ამ ძაფებს როგორც მეორე სახელურზეა. აი ესე პირდაპირ მივაზომებ. ახლა აქ ძალიან ისეთია სუბიექტური არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაინდა-მაინც. აი ესე დაახლოებით. მოდი გაითვალისწინეთ რომ კიდე დაგჭირდება ნასკვის გაკეთება როგორც და ცოტა გრძელს მოვჭრი ვიდრე ესენია. აი ეს. აი ეს ნახეთ. აი ეს მოვჭერი. უკვე და მეორეზეც იგივე. აქ დავაზომებ იმას, რომელიც უკვე მოჭრილი მაქვს. ჩემთვის აღარ შევეხები. ესე. აქაც აი დაბოლოება, სადაც თავდება და ეს ძაფები. თუმცა აი ახლა გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ. რომ აი აქ ნასკვი უნდა გაკეთდეს ერთი ოღონდ თვითონ აი ამ 4 ძაფიდან. ხა მე უკვე გადავჭერი, ეს ცოტა დამოკლდება, მაგრამ არა ვიშევს. წინა მხარეს იქნება კარგით. ცოტა კიდე გრძელს მოვჭრი. აი ეს. ხვდებით ხო, რატომაც აი ეს. ესე იგი ეხლა რასაც ვაპირებ, ამას ჭირდება გარკვეული ერთი ხვია საჭირო. ეს არის ის მხარე, რომლითაც დავიწყე. აქ დავამთავრე. ესე იგი, სადაც დავიწყე, ახლა აქ გირჩევთ, რომ ფაქტობრივად არ აქვს მნიშვნელობა, ორივე შეგვიძლია, ან აი ესე დავიკავოთ, ან აი ესე. გონის უფრო ლამაზი მხარეა. აი გამოვარჩიეთ ცოტა ნაპირა ორი ძაფი და გააკეთეთ ერთი ხვია. აი ესეთი ხვია არა უბრალოდ კვანძი. აი ესე და კარგად მოუჭირეთ ოღონდ. ძალიან კარგად, რომ ეს იყოს დაკავებული. აი ესე. მე აი ესე მოკლედ გავაკეთე. ეს წინა რომელიც უკვე დაგახვედრეთ და ბოლოები ესე გავკვანძოთ. ამას გავაკეთებ მე მაინც და გავკვანძავ ახლა რომ ძალიან ადვილად იშლება ეს ძაფი და თუ დიდხანს დავტოვე შეიძლება უკვე სიგრძე დაიკარგოს თან როცა გაშლილია ის უკვე სრულყოფილი ძაფი აღარ არის. აი ეს ბოლოების კვანძები ეს ერთი ბოლო და ახლა დღეს კიდევ მივაკერებ, გაჩვენებთ სად მიაკეროთ, სად ჯობია. მე თვალით ნახე, ესე შევაფასე სურათზე როგორც არის და პრინციპში აი როგორც გამოიყურება, ახლა რაც უკვე მივაკერე, საკმაოდ მომწონს ესეთი ეს ერთი ბოლო, ახლა აი სადაც დავამთავრე. აი აქ ნახეთ ცოტა იტყობა, ის სადაც გადაბმა გავაკეთე, აქეთ იმდენად არა, მაგრამ გირჩევთ რომ სულ ერთი ძაფი იყოს, აი 8 მეტრი ძაფი აიღეთ და ის დაგრიხეთ. ეხლა აქ ნახეთ, აქ მეტი ძაფები გვაქვს, როგორც გითხარით, როგორც სურათზეა. პრინციპში შეგვიძლია ესე დავტოვოთ. აი აქ. კიდევ ერთი კვანძი შემიძლია გავაკეთო და პრინციპში ესე შეგვიძლია დავტოვოთ. უბრალოდ აქ იქნება 6 ძაფი. აქ გვაქვს 4 ძაფი, ხვდებით ხო? წინა. თორე ესე აქ მე გირჩევდით რომ უბრალოდ მე რაც გავაკეთე. აი სადაც დამთავრდა ეს დაგრეხვის ნაწილი. აქ მე გავატარე უკან აი ამ ძაფებში ეს ორი ნაპირა, რომელიც იგრიხებოდა ხო? აი გავატარე და იქ მოჭრილია და მხოლოდ 4 ეს რჩება. მოდით ესე გავაკეთებ ისევ არ დავიზარებ. არა უშავს თუ ცოტა გრძელი გაკვეთილი გამოგვივა. აი დაახლოებით ესე. ძალიან გრძელი არ გინდათ. აი ეს ბოლოები მოვჭერი. იმის გამო რომ ჩანთის სიმძიმე ფაქტობრივად ამ აწვება აი ამ ძაფებს და არა ამ დაგრეხილს, ამიტომ ეს არ არის საშიში რომ თქვათ ან გაიშალოს ან რაღაც ზედ სიმძიმე სინამდვილეში ამ ძაფებს არ აწვება. აი ახლა რაც გამყავს და ესე თითქოს ადვილად ჩავკეტე, ხო? ბევრი კვანძები არ გამიკეთებია, ეს არ არის პრობლემა, არ შეგეშინდეთ. ამას კიდევ მოვჭრი.
და ასევე ეს მეორე ძაფიც. მოკეთ ისევე გავაკეთე, როგორც მეორე სახელური. ორიგინალში გითხარით, როგორც არის. თქვენ თუ მოახერხებთ, რომ ორივე ბოლო ისე გააკეთოთ, შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, მაგრამ აი ჩემთან დაბოლოება კი გამოდის ისე, როგორც ორიგინალშია სურათზე. მაგრამ დასაწყისი, როცა ვიწყებ დაგრეხვას იქ, მე სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ეს გავაკეთები. აი ეს. ეხლა როგორც მეორე მხარეს გავაკეთე. ნაპირა ძაფები, აქ შეხედეთ როგორ გირჩევნიათ, ჯობია ერთნაირად იყოს. მე მგონი ეს იქნება ზედა მხარე, რომელთაც მივაკერებ. საგონია. მე აქ შეხედეთ, აი ეს წაყვეთ. აქ თუ გადაბმები გაქვთ, ეცადეთ რომ რომელსაც ჩანს ის უფრო შიგა მხარეს მოხდეს და აქ მოვდივართ. კარგით, ეს ორი ნაპირა გამოვარჩიოთ და აქაც ერთ კვანძს გავაკეთებ. ეს ეხლა გირჩევთ მე რომ აი რაც გამოცდილებთ ახლა შევატყვე ამ ჩანთას, რაც უფრო ესე იგი უფრო სქელ ძაბზე უკეთესად გამოჩნდება ეს ყველაფერი. აი ჩემი ძაფი იმდენად სქელი არ არის, აი 1 მილიმეტრით ან 2 მილიმეტრით მეტი სისქე უკეთესი იქნებოდა. თქვენც ნახეთ. თუმცა იქ მე მივუთითი აღწერაში რომ 2 მილიმეტრია, მაგრამ რატომღაც ხელში მეჩვენება რომ მეტია. მithumetes აი სინთეტიკურ ძაფთან რომ მაქვს ნამუშევარი, ის 3 მილიმეტრი ამაზე უფრო თხელი მეჩვენება ქსოვისას. ანუ მეტი გაბარიტის ესე ჩანთა გამოდის ამითი, ვიდრე 3 მილიმეტრიანი ძაფით, ოღონდ სინთეტიკით. ეს თქვენ შეხედეთ, მე უბრალოდ გირჩევთ რომ უფრო სქელი ძაფი აიღოთ, ვიდრე თხელი. ორიგინალშიც ჩანს, რომ საკმაოდ სქელი ძაფი აქვს აღებული და თან ცოტა სხვანაირი დაწვნით არის. ეს არის დაგრეხილი ძაფი, ჩემი როგორც თოკია. ის არის დაწნული ძაფი. კარგით, აი ეს უკვე მზად გვაქვს. ეხლა მოდით მივაკერებ და მოკლედ სულ ეს იქნება, ჩვენი ჩანთა მზად იქნება. ესეთია უფრო დეკორატიულად, უფრო ყოფილი უნდა იყოს წესით. აქ ნახოთ თუ რამე ესეთი მაქვს. გადაბმის ადგილი. აქ ეს ჯობია. აი აქ ახლა ნახეთ. ესე თუ დაიკავებთ 1 2 3 4 და 5 და აი ესე უნდა დამაგრდეს. აი ესე დავამაგრებ. აი ესე ბრტყელი, რა თქმა უნდა, ამითი ვერ დაამაგრებთ, ხო? აი ბრტყელი ნაწილით უნდა დაამაგრდეს და როგორც სურათზეა, აი ეს როცა ჩანთა დაკეცილი გიდებთ, 7 თვალის შემდეგ არის. 1 2 3 4 5 6 7, აი აქ 7 თვალის შემდეგ. და ქვემოთ არის, ეხლა მე იქ რასაც ვატყობ, სადღაც ამ რიგს თუ არ ჩავთვლით ზედა რიგს, ერთის გამოტოვებით, აი აქ არის შესვლა, შემდეგში და შემდეგში. ხო, 1 2 3, მეოთხე, მესამე, მეორე, ამ რიგებშია შესვლები. მეც ესე გავაკეთებ, ხო? ესე დავაფიქსიროთ. ეს ერთი მხარე, ორჯერ ორი ადგილით მიმაგრდება, რა თქმა უნდა, ნახეთ. ესე იგი, ეს მხარე აქ და როცა აქეთ შევალ, კიდევ ერთი თვალით გადავალ. ხან ყველაფერს ნახავთ თქვენ. ავიღე ესეთი ძაფი, შეიძლება უფრო მოკლეც, დიდი ბევრი გატარება არ დასჭირდება. აი ეს დაახლოებით მიადეთ, აი ესეა მე მგონი, აი ესე დაახლოებით. შეგიძლიათ უფრო ქვემოთაც, მაგრამ მე ახლა რახან ამ ადგილს ვაკერებ, ეს ბრტყელი ადგილი უნდა მოხდეს იმ ადგილას, სადაც შეხვალთ. აი შევდივარ ახლა აი ამ სპირალის
1 2 3 4 აი მეოთხე ასე ვთქვათ კვანტში ესე აი ეს და ეხლა ეს ჩემი ახალი ძაფი რომლითაც უნდა მივამაგრო იგივე ძაფია რაც საქსოვად გამოვიყენე აკურატულად გავიტან და ჩანთის უკან გავიტან აი ეს ერთი მხარე გავიტანე ძაფის იმას ახლა აღარ შევეხ